ეხლა ნახე რა ვქნა. ეს არის Traxxas Sledge, მანქანა, რომელზეც მთელი მსოფლიო გიждდება, განსაკუთრებით კი ამერიკელები. ბარემ აქვე გეტყვით, რომ ეს კი არ მაკრატონია 6S-ი, მისი მოსისხლემტერი, რომელზეც ბრიტანეთში და ევროპაში გიждდებიან. ამ მანქანამ ჩემი უსაყვარლესი ბრენდის Traxxas-ის მთელი მსოფლმხედველობა შეცვალა და ახალი ნათელი მომავლისკენ გაიკვლია გზა. დარაბედნიერი ვარ, რომ კიდე შემიძლია წარმოვთქვა სიტყვები პირველად საქართველოში თან 2 წალი. ბატონი Sledge ლეგენდარული ირიოს შთამომავალია. ეს იყო მანქანა, რომელმაც ერთ-ერთი პირველი გზა, პირველი არხი გაგვიხსნა ბეშინგისკენ, თუმცა ამ მანქანას ჰქონდა ძალიან ბევრი პრობლემები, ყოველთვის უტყდებოდა ლინკები, მით უმეტეს შეხედეთ პატარა მაკარონები ვით არის. ძრავი და ისიც საკმაოდ სუსტი ჰქონდა, ცხელდებოდა, იწვებოდა და ასე შემდეგ. ეს არის V2 ვერსია და წარმოიდგინეთ V1 საერთოდ რა იყო. აი Sledge-ის კი ძალიან ბევრი საინტერესო რამ აქვს და ეხლა ყველაფერს დაგათვალიერებინებთ. პირველი დავიწყოთ იმით თუ როგორ იხსნება ბოდი. და უბრალოდ წინ გავწიოთ. ნახეთ რა მარტივია. აი ეს 2 წალი რაღაც უნდა გამოწიო და მორჩა. ეგ არის. პირველი ნახეთ რაც ყველაზე მთავარი მომენტი. შეხედეთ როგორი ხიდი აქვს იმისთვის რომ რაც არ უნდა აი ესე ცხვირი დაეცე, შასი არ აიღონოს და მანქანა არ გაგიფუჭდეს. ერთ-ერთი მთავარი მომენტი ბელთით საბურავები. ანუ ეს ბელთით ვერსია გულისხმობს იმას, რომ ეს საბურავები ნაკლებად იბერება, ყოველთვის მიდრეკილი არის, რომ რაღაც დონეზე ფორმა შეინარჩუნოს და სხვათა შორის V1 ვერსიებს არ ქონდა ბელთით საბურავები. რაც მთავარია, ცენტრალური დიფი. ნახეთ? ცენტრალური დიფერენციალი ძალიან საინტერესო და ძალიან კარგ რაღაცას განაპირობებს და აი ვფიქრობ, რომ მაგის ახსნის ნაცვლად განახებთ მის სიარულიდან გამომდინარე მაგ ყველაფრის შედეგს. და მეტალის შასი, მეგობრებო, არასდროს, თითქმის არასდროს კი არა. მე არ მინახავს Traxxas-ზე მეტალის შასი. ეს პირველი შემთხვევაა. ხო, მართლა ეს, აბა თუ იცით, ეს რატო არის ღია? ანუ კბილანები რატო ჩანს დამიწერეთ, თქო მე არ გეტყვით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ Traxxas-ის ვიღაც ჰეიდი ვიწყავთ, არის მაგარი ჟმოტი, ვინც წყვეტს აქ რაღაცებს. ანუ ფულის ხამია ჩვეულებრივ და რატო? ეხლა ნახეთ. ამას შეხედეთ, მეგობრებო. 6S სისტემის მანქანა. მანქანა, რომელიც ღირს $850 ამერიკაში და მე ამას ემატება ჩამოტანის ის ხო ცალკე ამბავი, კაი, პრინციპ ჩვენ ტკივილია, მაგრამ ჯანდაბას $850 სიხდიდე და $10 გაგრილება არ ეყენოს, მაგრად ტეხავს. მაგრამ საოცრება. რაღაცით ხო უნდა გაენეიტრალებინათ თავიანთი ჟმოტობა. ეს როგორც ეს სხვა მანქანებს არ მოყვებათ ხოლმე. პრინციპში მე ვერ ვიხსენებ მანქანას, რომელსაც ეს გიტარის კი არა და ამორტიზატორების და პრინციპში რაღაც დონეზე გიტარის დამცავიც მოყვება. ერთი კიდე რაც უნდა იცოდეთ, ნახეთ, თვითონ გიტარის დამცავები, აი ესენი შევსებული. ეს ძალიან კარგი არის და ძალიან კარგ როლს თამაშობს. იმდენად კარგ როლს თამაშობს. დაცვის მომენტში რომ არხი უნდა გამოიწეროთ უეჭველი ეხლავე ზარისღილაკიც უნდა გააქტიუროთ და რა თქმა უნდა ლაიქიც იცოდეთ ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია და არ დაივიწყოთ ხოლმე და რაც შეეხება ეხლა ჩავთვალოთ რა თვითონ Traxxas გათვლილი აქვს 2 წალ Traxxas-ის ლიპოზე ხო რა თქმა უნდა სხვა ბრენდების ლიპოზე ხო არ გათვლიდნენ ესე იგი გავაყოფინეთ აქეთ ორივე მერე ვერ ჩავსვი ვაიმე აი ესენი არ მიყვარს რა მიყვარს რომ მარტივად ჩავტონო თქვენ უნდა ნახოთ იმაში არმაში რა რთულია ლიპოების ჩადება და ეფარება ვერ ვაფარებ ხო არ გადაო გავერკვევი და მე იმოსქნათ აი დასტური იმისა რომ პირველად საქართველოში და სხვათა შორის მე არ ვემზადები ხოლმე გადასაღებად რაც არის ნატურალურ და ნამდვილ იმებს რა ვქია გაძლევთ ხოლმე ემოციებს თურმე უნდა ამოატრიალო ეს დეგენერატი და აი ესე უნდა ჩასვა ასე რომ ზად ვართ ერთი აუცილებელი მომენტი, რაც ასევე უნდა აღინიშნოს ამ შასისთან დაკავშირებით და განსხვავებით კრატონისგან. კრატონის შასები და ზოგადად არმას შასები ზოგადად იცოდეთ რომ იღუნება და ძალიან ბევრი მაგის ვიდეოები არის, განსაკუთრებით შეგიძლიათ ნახოთ Kevin Talbot და მოკლედ მის ვერ გაფუჭებულ არმას შასს მე მგონი ვერ ნახავთ. აი აქ კი ყველაფერი სხვაგვარად არის. აქ ბევრად ძლიერი შასი გვაქვს. ერთი მთავარი მომენტი კიდე. შასი იქით იყოს და რა ლამაზია. შეხედეთ რა ლამაზია. ან რა ლამაზი ფერებია, ან რა ლამაზი ფორმა, რა საოცრებაა ხალხო. მე ბევრად მირჩენია კრატონს. და სულ ცოტა ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე რომ ამ ფერს დავიტოვებ ჩემთვის და ამ ვიდეოს შემდეგ ეს მანქანა გაიყიდება. ეს Traxxas-ის რადიო რომელიც ვერასდროს ვერ შეცვალა და ვერასდროს ვერ დახვეწა დიზაინი, მე მგონი
გამოქვაბულის პერიოდიდან ამ დიზაინს იმაშვება, აწვება. აქ ლურჯი შასი გქონია და მომეწონა. ჩვენ წინასწარ მოვემზადეთ და ტრაქსასის უმსგავსობა გავითვალისწინეთ. იმიტომ რომ ამ მანქანას საშინელ რაღაცებს უპირებთ, აუცილებლად ვიყიდეთ წინასწარ გაგრილება, რომელიც არის hot racing-ის და ძალიან მაგრად უბერავს. მოდით დავაყენოთ და ნახოთ როგორ წავა ეს ყველაფერი და რას ვთავარია. კიდე შეხედეთ ამას. აი აქ დაუყენდება, ეს არის RPM-ი, მასალა, რომელიც 200 დროს არ ფუჭდება. დავიდა. ვინც ამ სითხის შესახებ არ იცით, ეს არის ლოქთაი, რომელიც აუცილებლად უნდა წავუსვათ ხოლმე, როცა რკინას უჭერთ რკინაში. არ დაკარგოთ მერე თქვენი შურუპები და არ მოგძურეთ სხვადასხვა რამე-რუმეები. ახლა დავაყენოთ RPM-ის ბამპერი. Psixia ეს მანქანა. ჩვენ მზად ვართ. პირველი გადავწყვიტეთ, რომ speed test-ი გავაკეთოთ გამომდინარე იქიდან, რომ ზუსტად ვიცოდეთ ვინ არის და რასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ეს სახელოსნოში რომ მივაჭირეთ ერთი რაღაცა ძალიან ზედი მონსტრული ძალა ვიგრძენი. გავხურდეთ. ვაიმე, რა საინტერესო რაღაცაა. მეთკინა. ნახეთ რა აქვს კარგი, 2 ცალი. სლაიდერი აქვს და რეალურად ბოდის არაფერი არ მოვიდა, ესენი გაიხეხა ცოტათი. ეს მანქანა რო იცოდეთ, აკაურობისთვის არ არის, უფრო არის ბეშინგისთვის, ხტუნაობისთვის, გრუნტისთვის, სიგიჟისთვის. მაგრამ თუ გინდა რომ აკატარო, შეგიძლია ბლოკირებები გააკეთო და მერე ზანოსებს და რაღაცებსაც იზავთ. წინასწარ დავამონტაჟე მე სახელოსნოში, აქ რო არ მეწვალა, ჩვენი GPS-ი. აი, ვცადოთ აბა. აბა ვნახოთ. 78. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია, ხო არ გადაობ. 78 კმ/სთ სისწრაფე ეს ხვდებით ამ პატარა მანქანისთვის რამხელა ძალა და რამხელა სისწრაფე არის. მოდი ერთიც გავიმეოროთ, რომ დავრწმუნდეთ, რომ სწორად შევამოწმეთ. აუშვათ. ეგ არის. მოკლედ 78 კმ/სთ. ხო, ეგ არის. კარგია. წავედით. სინამდვილეში ამ მანქანის საქმე არის ეს. აი ხა ეს რაც ნახეთ, ძალიან მარტივად კეთდება. აი საერთოდ არ გჭირდება რაღაც დიდი ფილოსოფია. სრული სიგიჟია ეს მანქანა. ცოტა დამაკლდა არადა. აი რამდენადაც უცებ აი ეფექტი არაფერი არ მქონია. ასფალტზე აქ არის 10 ჯერზე, აი 10 ჯერ უკეთესი. აი მართლა საოცრება. ძალიან მაგარი ტიპია. ეხლა ვხვდები მართვადობაზე კომენტარებს რო აკეთებენ ხოლმე იუთუბერები, რომ ეს მანქანა არის მართვადობის ღმერთი. აი მივხვდი, ანუ ნახეთ ყველაზე მაგარი რა არის. მე ხო ყოველთვის ვამბობ, რომ შეგიძლია მანქანა შეიძინო, მერე და აპგრეიდო რაღაცები გაუკეთო. არაფერი არ გჭირდება. აი ჯერ მუხრუჭი აქვს, უბრალოდ დააკვირდით მუხრუჭს რა. აი როგორი მუხრუჭი აქვს მეგობრებო. მუხრუჭი აქვს ძალიან მაგარი. აჩქარება დააკვირდით უბრალოდ. ანუ ხვდებით რამდენად ძლიერია მანქანა, რომ აი ცოტა ზედმეტ შვება რა. მოკლედ ძალიან მაგარია. ერთადერთი აქ ის გადაგჩენია, რომ ეს თითი უნდა კონდეს კაი გავარჯიშებული და რა თქმა უნდა მარჯვენა ეს ამი თითი. უფრო მეტი ექშენისთვის
ტრამპლინების სტუდიაში. ნიქსიკო. წამო, ესე წამოხვალ. ესე და აი აქ. ესე გადახტებ. აუ, ძალიან მაგარი შეგრძნება. წავიდა, გავიმეორე. იდიოტი მანქანა, ძალიან მაგარი მანქანა. აი მართლა ძალიან მაგარია და რაც შეეხება გამძლეობას, რა ვიცი, თქვენ გააკეთეთ კომენტარებში შეფასება. ხო არ ვცდიეთ სალდოს. ეს ნახე. ეგარი. ძალიან მაგარია, ძალიან ასწორებს. აქ ძალიან კარგად დადის. ანუ რაღაცა მოზანოსო ვარიანტების გამოდის და ისე მეგობრებო, სხვათა შორის ძალიან ისეთი დელიკატური თხოვნით მოგმართავთ, რომ გამოიწეროთ ჩემი აზრი არა. არხი გააზიაროთ ეს ვიდეო ლაიქი. ეხლა ნახე რა ვქნა. კიდე ნახე რა ვქნა. ლიბო გამოვარდა. მახსენდება მომენტი, როდესაც ხოლმე YouTube-ში ვხედავდი ესეთ რამებს. ხო ძალიან ასწორებს. ეი. ჩართვა და მომწა. რაღაც მოგვივიდა. რაღაც შეგვიმთხვა. ყუმბარა გატყდა. დაგვერხა. დაცემის მომენტში უნდა ამეშვა ხელი გაზიდა და ჩემი ყუმბარაც გადარჩებოდა ასე რომ დაიმახსოვრეთ დაბლა დაბერტყებისას გასხელი უნდა აუშვათ. წავედით სახელოსნოში. მოვედით სახელოსნოში. ბოდიში. ეხა გული ამიჩქარდა. გამომდინარე იქიდან რომ ვაპირებ ისეთი რაღაც გადავიღო, რაც ჯერა რომ საქართველოში არავის არ გაუკეთებია. კახა სკოლის მანქანას აი ამ ტრამპლინით უნდა გადავახტეთ. აი იქ არის სლეჯი გამზადებული. ვასკამ მზად ხარ? ვიწყებთ. 1 2 3 ნაკვალევია გაკეთებული. ჯანო, კახა სკოლაზე ვისაც არ ხსმენიათ, ეს არის ადგილი, სადაც განსაკუთრებულად გვიყვარს ძაღლები და მათ დაჭკვიანებას ვუწყობთ ხელს. ნომერი კი გარკვევით ჩანს. ბოდიში. მეორე ცდელობის დროა წავედით. Yes! ხოძეა! აუ, საოცრება ეს მანქანა. აი ძალიან ბევრჯერ მომისმენია ის ტექსტი, რომ
სლეჯისო და კრატონსო ცოტა გრძელი ბაზა აქვს ბეშინგისთვისო და ეგ არავინ არ თქვა ცხოვრებაში, აი არასდროს არავინ. იმიტომ რომ ეს არის Monster Truck-ი, რომელიც ბეშინგში და სიარულში და ყველაფერში არის იმენა მეფე ჩვეულებრივი. ასე რომ ჩვენი მეფე გვიბრძანებს რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და გააქტიუროთ ზარის ღილაკი. ესე იგი, დავმეგობრდით ჩვენ და off-road karting-ი და რა თქმა უნდა მოვედით ისევ მათ ტრეკზე რომ ეს მონსტრი გავტესტოთ უკვე ცოტა სხვა ამპლუაში, რა თქმა უნდა, გრუნტზე, თან მით უმეტეს ესეც საინტერესო მოსახლეობებში და ტრამპლინების მეგულება იქ რამდენიმე ადგილზე. მოკლედ დავიწყოთ. სანამ გავტესტავთ ჩვენ მანქანას, ძალიან კარგი ამბავი მაქვს. ვისაც გიყვართ ეს ყველაფერი, ჩემგან პირადად 20%-იანი ფასდაკლება თქვენ. ამოხვალთ, მივხვალთ სალაროში, ეტყვით პრომოკოდს კახას არსი, 20%-იანი ფასდაკლება თქვენია. დავედით. ეხლა ნახე რა ვქნა. ესე იგი, არ ვიცი, მეგობრებო. მე მგონი ეს მანქანა ტრეკზეც ისე ივლის, როგორც ტრეკისთვის შექმნილი მანქანები. მართლა ძალიან მაგრად იმართება და აი ის მომენტი ვიდეოს დასაწყისში რო თქვი რომ რაღაცა ხიდებს თუ დაბლოკა უკეთესი იქნება, საერთოდ არ არის აქ საჭირო, მართლა საერთოდ არ არის. იდეალური მანქანაა, იდეალური გამძლეობა და ერთი ნახეთ, ზოგადად 5000 ამპერიანი ბატარეა წესიდერგით ძლებს ხოლმე როგორც აი რავი 20 წუთი, 25 წუთი და ვერ დავსვი. ანუ მთელი დღეა ვიღებთ და 2 ცალი 5000-იანი ბატარეით ვიღებთ და რავი არ ჯდება, არ ვიცი, ეს ერთი კიდევ ძალიან დიდი პლუსი. ხო და დიდი პლუსი კიდე ის იქნება ახლა არხს რო გამოიწერთ და ზარის ღილაკს რო გააქტიურებთ და ლაიქიც სულ გაგახსენებთ ხოლმე როგორც ძალიან მნიშვნელოვანია. ხო და წამო ახლა რამდენიმე გრუნტზე საინტერესო გადახტომაც გავაკეთოთ. გაიჭედა. და რა თქმა უნდა ფეხზეა ჩვენი მონსტრი. ხوار ხატავ. აი იდეალურია. იდეალურია. აი ზედმე ამ მანქანაზე კომენტარები ზედმეტია. ესე იგი, პირველი რაც მინდა დღევანდელ დღეზე თქვა, ეს იყო ყველაზე ექსტრემალური დღე და ყველაზე გასართობი დღე და პრინციპში ამ მანქანის დამსახურება, იმიტომ რომ აი ეს მომენტი რომ ესე ამეწყვიტა ასე ვთქვა და რაც მინდოდა ყველაფერი მეკეთებინა, მე სხვა მანქანისგან არ მახსოვს. იმის და მიუხედავად რომ ეს არის ცოტა იცი როგორ ტიპი არის, X-Art-ის დაპატარავებული ვერსია სავით არის, მაგრამ თან არ არის და რატო ეხა მაგასაც გეტყვით. X-Art-ი უფრო მიდრეკილია რომ დაგიტრიალდეს, ამას თავი უჭირავს ძალიან მაგრად და თუ კიდევ ჩაერევი, კიდევ უფრო მეტადაც შეუძლია. უბრალოდ მე არ ვთვლი საჭიროთ რომ ჩაერიო, გამომდინარე იქიდან რომ ეს მანქანა არის ბეშერი და რა საჭირო თუ მაინც და მაინც რაღაც ტრეკის მანქანა გინდა, მაშინ კონკრეტულად ტრეკის უნდა იყიდო. თუ არა და რეალურად ჰობად ვისაც გინდათ ესპერო, თქვენს დონეს აკმაყოფილებს კი არა, ბევრად იმაზე მეტი არის. ჩემთვისაც კი იმაზე მეტია ეს მანქანა, ვიდრე ჩემი პროფესიონალიზმი. მაგრად ასწორებს. რომ მორჩები ვიდეოს გადაღებას. ესე იგი იმისთვის რომ უფრო საინტერესო გახდეს ჩვენი ვიდეოები და უფრო ექსტრემალური და თან უფრო ისეთი რომ თქვენ მოგეწონოთ, დამიწერეთ კომენტარებში რა გავაკეთო, უფრო მეტი სიგიჟე, რა გავაკეთო და უეჭველი დაგთაგავთ, უეჭველი გავაკეთებ. ოღონდ კარგი იდეები რა, რაღაცა ეს დებილობები რო არ იყოს. კიდევ შეგახსენებთ რომ 40000 გამომწერზე ძალიან მაგარი გათამაშება გელოდება და ეს უბრალოდ გათამაშება არ იქნება და როგორც აქამდე რაღაც რენდომაიზერი აირჩევს გამარჯვებულს არა. ასე რომ მალე გამოიწერეთ, ბევრმა გამოიწერეთ ჩემი არხი და არ გამაზოთ, იმიტომ რომ პატარა სპოილერი გავაკეთოთ. შეჯიბრი იქნება. დანარჩენს არ ვამბობ. ოღონდ ეს იქ თქვენ იქნებით რა. ასე რომ თქვენ კი ის გადაგჩენიათ დაელოდოთ მომდევნო კვირას საღამოს 8 საათს, იმიტომ რომ აუცილებლად კიდევ უფრო საინტერესო ვიდეო დაიდება. არხი გამოიწერეთ რა.